მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და ვიდეოების გადაღება ისაა, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. თუმცა, როცა ჩემს ქვეყანაში ჩემს მიწა-წყალზე იგივეს ვაკეთებ, ორმაგ სიამოვნებას და ამავდროულად ორმაგ პასუხისმგებლობას ვხდებ. დღეს სწორედ ეს დღეა. დღე, როცა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდებული და ისტორიული მხარე, მესხეთი უნდა აღმოვაჩინო. როგორც ადრე კეთდებოდა, ზუსტად ისე კეთდება ყველაფერი. გავეცნობით ადგილობრივ სამზარეულოს და მოვინახულებ საოცარ ადგილებს. ამ მოგზაურობაში კი ჩემი მთავარი მხარდამჭერი გახლავთ სოკარი. შეგახსენებთ, რომ ჩემი არხის გენერალური სპონსორი გახლავთ ასლა. მოგესალმებით, მეგობრებო, რადგან სოკარის ბენზინგასამარ სადგურთან მდგავარ, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მოგზაურობა გრძელდება. ამჯერად გავამგზავრებით სამცხე-ჯავახეთისკენ და უფრო მეტად სამცხეს მხარეს გაჩვენებთ ამ ვიდეოში. ამ ყველაფრისთვის რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა სოკარს, რომელიც არის ამ პროექტის შემოქმედი და ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩემი არხის სპონსორს PSP დაზღვევას და რა თქმა უნდა Renault Duster-ს, რომელიც როგორც წინა ვიდეოებში ახლაც იქნება ჩვენი თანამგზავრი ამ მოგზაურობაში. ამ ისტორიულ მხარეში მოგზაურობას რა თქმა უნდა რეგიონის ცენტრიდან, ახალციხიდან ვიწყებთ, სადაც ჩვენი მასპინძელი სასტუმრო ახალციხე იმ გახლავთ. მოდი ახლა გაჩვენებთ ჩემი ნომერი როგორ გამოიყურება. მოკლედ ეს არის მისაღების სივრცე. აქეთ გვაქვს ესეთი აბაზანა შვენიერი. აქეთ გვაქვს საძინებელი. საერთო ჯამში მოკლედ ძალიან შვენიერი, სუფთა მოწესრიგებული ნომერია. სასტუმრო ახალციხეინ 5 ვარსკვლავიანია და სტუმრის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული. აქ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ აუზით, სპა-ცენტრით და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურებით. სასტუმროში დაგხვდებათ მრავალფეროვანი და გემრიელი საუზმე. ასევე სასტუმროს რესტორანში გექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნოთ უგემრიელესი მესხური კერძები და მათ შორის ლოკოკინა, რომელიც ამ მხარეში დელიკატესად ითვლება. სერიოზული სუფრა გაიშალა მეგობრებო სასტუმრო ახალციხეინში. დავაგემოვნოთ ლოკოკინა, რომელიც მესხეთში საკმაოდ პოპულარული კერძია, ხო? კერძია, შეიძლება ითქვას. მოკლედ, კბილის ჭხირით უნდა ამოვიღოთ და ვერ ხდები რისი გემოაქვს, ვერაფერს ვერ უკავშირებ. ცუდი არ არის. შეიჭმება. ანუ ისეთია, რომ აი კიდე შეგიძლია რომ ხო, შეჭამო. დააგემოვნეთ მეგობრებო, ლოკოკინა მესხეთში. გარდა ამ ყველაფრისა, ახალციხეინს ძალიან კარგი ადგილმდებარეობა აქვს, რადგან ყველა ცნობილი ისტორიული ძეგლი აქედან მეტნაკლებად ახლოსაა და თავად სასტუმროც გვთავაზობს ტურებს. მაშას ვიწყებთ ამ მხარის აღმოჩენას და პირველი გაჩერება იქნება ვარძია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ამ მხარეში. გავემართებით ვარძიისკენ და გზაში გადავიღებთ ხერთვისის ციხესაც. დავიძარით ხერთვისის ციხისკენ, დაახლოებით 55 წუთი გვჭირდება ახალციხიდან. გაცილებთ განსხვავებული ლანდშაფტია, ჩვენ ახლა რაჭიდან ჩამოვედით, წინა ეპიზოდს კი ნახავდით. ესეთ პატარა მანძილზე რომ ესეთი განსხვავებული გარემო გვხვდება, ძალიან მომწონს რა და ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი არსებობს, ეს პროექტი კეთდება და საქართველოში ვიღებ ამა თუ იმ კუთხეს და ამისთვის უღრმესი მადლობა სოკარს. რამდენიმე კვირის წინ სხვა იუთუბერები, ვინც სოკართან მეგობრობთ, ვიყავით ნავთობ ბაზა დაგვათვალიერებინეს და იქ ვნახეთ რამდენად აქცევენ ყურადღებას ხარისხს და აუარებელი თანხები იხარჯება ხარისხის კონტროლზე. თავად დავრწმუნდი იმაში, რომ სოკარის საწვავი არის ძალიან ხარისხიანი. მოვედით ხერთვისის ციხესთან. ძალიან ეფექტურია, ეხლა გზიდან რომ მოდიოდი და რომ დავინახე, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ციხეა საქართველოში, რაც მიგეცი.
შემოვედით 10 ლარი ღირს აქ შემოსასვლელი ბილეთი. თუ სტუდენტი ხარ ან პენსიონერი, მაგ შემთხვევაში 1 ლარი ღირს. ნახეთ, უზარმაზარი გალავანი აქვს და ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ციხეა საქართველოში. ხერთვისის ციხე თავისი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობის გამო არაერთხელ გამხდარა ომებისა და დაპირისპირების ეპიცენტრი. თუმცა კლდის ბუნებრივი სიმაღლე და ქვის ძლიერი კედლები ციხეს თითქმის მიუწვდომელს ხდიდა. ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე იყო ეს თავის დროზე. ხერთვისი საუკუნეების განმავლობაში იცავდა რეგიონს მტრისგან, რის გამოც არაერთხელ განადგურებულა. თუმცა ყოველთვის ახერხებდნენ ციხის აღდგენას. შვენიერი ხედი გვაქვს აქედან მდინარეზე და ჩემი აზრი ესეთია, რომ თუ მოდიხარ ვარძიის ნანახავად, აქაურობას გვერდი არ უნდა აუარო. ხერთვისის მასშტაბი და სიდიადე ნათლად გვიჩვენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ადგილს ჩვენი ქვეყნის დაცვაში. ძალიან მომეწონა ხერთვისის ციხე და ჩემი დიდი რეკომენდაცია ამ ადგილს ყველას გირჩევთ. ამ ხარეში თუ მოხვდებით, მოინახულოთ ეს ნაგებობა. ახლა კი წავედით ვარძიისკენ. ბილეთის ღირებულება არის 15 ლარი ვარძიაში, საქართველოს მოქალაქისთვის და ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქ გიდის მომსახურებით, რომელიც ღირს 25 ლარი. ჩვენც ახლა მივდივართ შესასვლელისკენ, სადაც დაგხვდება გიდი, რომელიც ბევრ საინტერესო ამბავს მოგვიყვება ვარძიის შესახებ. ვარძია კლდის მასივში გამოკვეთილი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სამონასტრო ქალაქია. მისი მშენებლობა მე-12 საუკუნეში გიორგი მესამეს დროს დაიწყო და თამარ მეფის ეპოქაში დასრულდა. მშენებლობა თითქმის 50 წელი მიმდინარეობდა. კომპლექსი თავის დროზე წარმოდგენილი იყო 3000-დან 3500-მდე ოთახით, რომელიც გათვლილი იყო დაახლოებით 20-დან 30000 კაცი. თუ დაჭირდებოდა ამ რაოდენობის ადამიანი შეაფარებდა თავს, მაგრამ აქ საერთოდ 1283 წელს მოხდა ის ერთ-ერთი ძლიერი მიწისძვრა, რამოდენიმე დღე გრძელდებოდა ბიძგები, რამაც უკვე ეს ვარძიის უმეტესი ნაწილი ჩამოაქცია. ამის შემდეგ კომპლექსმა დაკარგა მასშტაბი და თავდაპირველი დიდება, მაგრამ გადარჩენილი ნაწილი იმდენად შთამბეჭდავია, რომ დღემდე გვაძლევს წარმოდგენას, თუ როგორი გრანდიოზული ქალაქი იყო ვარძია თამარ მეფის ეპოქაში. რაც შეეხება ახლა ამ ოთახს, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, ეს სატრაპეზო ოთახს წარმოადგენდა, სადაც ადილობდნენ. ჩვენ აი აქ გვხვდება ქვისამაღლებული ნაწილის წინა მხარე, რომელიც მაგიდა თავის დროზე, უკანა ნაწილი სკამი დასაჯდომად. რა თქმა უნდა, ანალოგი ჩვენ იქითაც გვხვდება, ну ძირითადი პრინციპი, როგორც ჩანს, სადერობის დროს ზურგშექცევით არ დაჯდებოდნენ ერთმანეთთან და უყურებდნენ პირისპირ. ჩვენ მასიურად შეხვდება ესეთი ორმოები. ეს იყო გასათბობის საშუალება, შუა ცეცხლი. რა თქმა უნდა, ეს ნაწილი საბირველი, საიდანაც ჰაერის მოწოდება ხდებოდა, ну საერთო ჯამში შემოლესილი გარშემოთიხით და დასაფარიც ჰქონდა, რა თქმა უნდა, ამას. ეს ერთ-ერთი მარანი თავის დროზე, რომელიც წარმოდგენილი იყო 3 ქვევრით, მაგრამ ამჟამად უკვე ქვევრის ძირებითაა შემორჩენილი, აი მოგწანდით ნახოთ. ვინო უყვარდათ? რა თქმა უნდა. ვინო ყოველთვის გვაძლიერებს ქართველებს შემართებას აძლევდათ ომის წინ, ცხადია ახლა. შემართება ომის წინ ნამდვილად საჭირო იყო, რადგან მტრისგან თავდაცვა ხშირად უწევდათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის გამო. ეს გადაწვის შედეგი არის საერთოდ სიშავეს, რაც შეეხება შემოსევების პერიოდში მასიურად გადაწვის კომპლექსი და სავარაუდოდ მოხსენიებულია, რომ კუპრია გამოყენებული, რასაც სწორედ ეს შავი გამონაბოლქვი აქვს. კლდეში ნავკეთი ქალაქებს და მიწისქვეშა სამალავები მასიურად არის ჩვენს მხარეში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განაპირობებდა ეს მასიური შემოსევები მთლიანობაში. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა, მათგან მთავარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარია, რომელიც კომპლექსის შუაგულში დგას. აქ შემორჩენილია უნიკალური ფრესკები, მათ შორის თამარ მეფის პორტრეტი, რომელიც ქართული კულტურის უდიდესი საგანძურია. აქაც არის კლდეში წყალი, რომელიც წვეთებად ჩამოდის ზოგადად. ამატებით, რა თქმა უნდა, ესეც სასმელი წყალი იყო იმ პერიოდში. ეხლაც გამოიყენება ჩვეულებრივად. ეს ახლა წინ რაც ისოლე ეთყობა, ესე წვეთებად ჩამოდის ზოგადად. ამის ინჟინერს
ოჩაღი იმ დროს. რა თქმა უნდა, თავისთავად ეს ყველაფერი გათვლილი იქნებოდა, იმიტომ რომ პირდაპირ ვერ მოხდებოდა ამის დაწყება. ხო, არა, საერთო ჯამში, როგორც მოხსენიებულია, 4 გვირაბული შემოსასვლელი ჰქონდა და ნახეთ ეს გვირაბები დაბლიდან ზემოთ გამოკვეთეს ეს 4 გვირაბი დაახლოებით 40-50 მეტრი. შემდგომ ზემოთ დაიწყეს უკვე ოთახების კვეთა. ეს პრინციპი იყო იმის, რომ დაცული ყოფილიყო საერთო ჯამში, მიუწვდომელი ყოფილიყო აი შემოსევების პერიოდში. ვარძიის კომპლექსი 900 მეტრის სიგრძისაა. სიმაღლეში კი სართულებად არის დაყოფილი, რომელიც ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდება. უამრავი ფოტო ვიდეო მქონდა ნანახი ვარძიის პირველად ვარაკ. მაგრამ არასდროს არ ქონდა ნახე ეს ხედი აქედან უშუალოდ. რო არა მიწისძვრა ალბათ უფრო საინტერესო. მიწისძვრა რომ არ ყოფილიყო, აი ეხა და ვარძია არ დანგრეულიყო, მე მგონია რომ ალბათ ერთ-ერთი საოცრება იქნებოდა სოფლიოში და არა მარტო ჩვენთან. როგორც კი გამოვედით ვარძიიდან ბავშვები შეხვდნენ, რომლებიც ექსკურსიაზე იყვნენ ვარძიის კომპლექსის მოსანახულებლად. ერთი წუთი. ესმის. ბევრი ფოტო გადავიღეთ ერთად და ბავშვებმა გადაწყვიტეს თქვენთვის, ჩემი მაყურებლისთვის ეთხოვათ რაღაც. ჯიგრები, დედაცალი. ამათ რა თქმა უნდა. ბედნიერი და წარმატებები. სანამ თქვენ ახლა ჩემს არხს იწერთ და მეხმარებით რომ მალე მივაღწიო 9 მილიონ გამომწერს, იქამდე სოფელი საროსკენ ავიღეთ გეზი. სამცხე ჯავახეთში, მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს სოფელი სარო. პატარა, კოხტა და ამავდროულად უძველესი ისტორიის მქონე დასახლება. აქ შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიები და მესხური არქიტექტურის უნიკალური ნიმუშები. ასევე ციკლოპური ციხის ნანგრევები, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეულით თარიღდება. საროს ხშირად ცოცხალ მუზეუმს უწოდებენ. ესაა ადგილი, სადაც ყოველი ქვა საქართველოს მრავალ საუკუნოვან წარსულზე მოგვითხრობს. უნდა გაჩვენოთ ერთი ძალიან მაგარი ადგილი. ამაში ხედე და თან ეს ქვაც ნახე. როგორ დგას. ეგონება რაღაცა ფილმის გადასაღები მოედანია რა, აი სპეციალურად რომ მოაწყობენ. რაც კი მინახავს საქართველოში სოფლები, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი სოფელია. თუმცა, მხოლოდ ისტორია და ბუნება არ არის ის, რითიც ამ სოფელმა ჩემზე მოახდინა შთაბეჭდილება. მთავარი მაინც აქ მცხოვრები ხალხია. ხალხი, რომელიც სიცოცხლეს ძენს საქაურობას. ფოტოს გადავიღებ, მაგრამ ცალკე. ხო, მოდი, რა პრობლემა. დავივით ჩემოდამ ძიესა ნალექიანი ყავა და სუასა დაიწერა. მეთქი რა და სუასა მოგივიდა? და გავიჩიტე მე. ქალაქობანაში სოსო დავიწერა. ეს შეთხევითი არ არის, მეგობრებო. ეს არ არის შეთხევითი. სოფლის ცენტრში, მეგობრებო, ნახეთ რა ლამაზი პარკია. აი ასეთი უნდა იყოს ყველა სოფელი. ნახეთ მოწესრიგებული, ამწვანებული, რა ვიცი, ძალიან მაგარი სოფელია რა. ესეთი მოწესრიგებული, ისტორიულად დატვირთული და ლამაზი სოფელი იშვიათად მინახავს. კაი, ეხა გადავინაცვლეთ სად ბავშვებო? ახალციხის ციხეში. წავედით ახალციხის ციხეში. ეს არის ახალციხის ციხე, იგივე რაბათის ციხე. აქ არის რესტორნები, აქ არის ბარები, სასტუმრო, მუზეუმი, მოკლედ ბევრ რაღაცას მოიცავს ეს კომპლექსი. შემოსასვლელი სივრცე, ეს რასაც ხედავთ, არის კომერციული ნაწილი და აქ შემოსვლა არის უფასო. ეხლა უნდა ავიდეთ ფასიან ნაწილში, სადაც ბილეთის ყიდვა გჭირდება. ბილეთის ფასია 20 ლარი უცხოელებისთვის და 10 ლარია ქართველებისთვის. ავიდეთ ისტორიულ ნაწილი ვნახოთ ეხლა. საუკუნეების განმავლობაში ახალციხის ციხე იყო მესხეთის სამთავროს პოლიტიკური, სამხედრო და კულტურული ცენტრი. ისტორიის მანძილზე იგი არაერთხელ დაუნგრევიათ და აღუდგენიათ.
დღეს რაბათი არის ადგილი, სადაც წარსული და თანამედროვეობა ერთმანეთს ხვდება და ახალციხეს განსაკუთრებული იერსახეს ანიჭებს. აქ ბევრი დეკორაცია ეხლა რასაც ხედავთ გარშემო არის შემდგომ დამატებული რამდენიმე წლის წინ 2011 წლებში. გარკვეული ნაწილი რა თქმა უნდა არის ძველი შემორჩენილი ისტორიული ნაწილი. ეს გახლავთ მეჩეთი, რომელიც მე-16 საუკუნემდე იყო მართლმადიდებლური ეკლესია, თუმცა შემდეგ ოსმალების დაახლოებით 200 წლიანი ბატონობის შემდეგ გადაკეთდა მეჩეთად. ოსმალები როდესაც ბატონობდნენ აქ, ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებდნენ აქ ცხოვრებ ქართულ მართლმადიდებლებს, უზნიდნენ გადასახადებს და ბევრ ვალდებულებებს აკისრებდნენ რა და ვინც შეიცვლიდა სარწმუნოებას და გახდებოდა მუსლიმი, მერე რა თქმა უნდა უმსუბუქებდნენ ამ ყველაფერს და ამიტომ ამის გამო ბევრი ქართველი იცვლიდა სარწმუნოებას. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც არ იცვლიდნენ და რჩებოდნენ მართლმადიდებლად და უწევდა ცხოვრება ძალიან რთულ პირობებში. მოკლედ ძალიან ბევრი ისტორიას ინახავს ეს ადგილი. ეს მეჩეთი აგებულია მართლმადიდებლური ეკლესიის მოტივებით, აგერ საკურთხეველია, ზემოთ 12 ფანჯარა არის, 112 მოციქულს უკავშირდება. ეს მეჩეთი ააგო ახმეტ-ფაშა ჯაყელმა, ქართველმა, რომელმაც მიიღო მუსლიმანური სარწმუნოება, ჩემი აზრით, მოჩვენებითად გააკეთა ეს და მაგის გამო შემდეგ ოსმალეთის მმართველმა დასაჯა სიკვდილით. ეს გახლავთ ციტადელი, სადაც ხავალთ და გადმოვხედავთ ქალაქს 360 გრადუსით გვაქვს ხედები და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი სანახავი ადგილია ეს ციტადელი. არ ყოფილა პატარა კოშკი. წავედით. რამდენი კი ვიავი. კი ბატონო, აქედან უკვე ჩანს ყველაფერი. 360 გრადუსით გვაქვს ხედები ქალაქსეს და არა მარტო ქალაქზე. თელის გულივით ჩანს მთელი ახალციხე. ისტორიული ძეგლების მონახულება კარგია და საინტერესო. თუმცა, როდესაც ამ რეგიონზეა საუბარი, ვერანაირად ვერ ავუვლით გვერდს მესხურ სამზარეულოს. სოფელ ჭობარეთში ამოვედით და ძალიან საინტერესო ადგილი უნდა გაჩვენოთ. ეს არის მესხური სახლი და აქ ჩვენ დავაგემოვნებთ მესხურ კერძებს და ასევე ვნახავთ თუ როგორ კეთდება ეს კერძები. ძალიან საინტერესო გარემოა და ძალიან მოგეწონება დარწმუნებული ვარ, ბატონი ალუდა არის ამ ყველაფრის შემოქმედი და გავიცნობთ მასაც. ეს არის მესხური ოდა დაახლოებით 300 წლის მერე აღვადგინეთ. 300 წლის არის? ეს. და ეს არის 80 წლის წინანდელი მიშენებული. მერე კომუნისტების დროს მიწურებზე სახლებს აშენებდნენ. ხო. უბრალიან სახლებს ეგ არის. რა ლამაზი გარემოა. ეს მესხური ოდაა. ზუსტად ისეთი, როგორიც 300 წლის წინ. მესხური ოდა ქართული ტრადიციული საცხოვრებელი სახლის უნიკალური ტიპია, რომელიც ამ მხარეში იყო გავრცელებული. ოდები ისეთი სტრუქტურით შენდებოდა, რომ ოჯახს მკაცრი ზამთრისგან იცავდა. მესხური ოდა კარგად ასახავს ჩვენი წინაპრების გონიერებასა და ბუნებასთან თანაცხოვრების უნარს. მიწა ქონდა დაფარებული რა, ყველა სახლს. აი მაგიტოა ესე გორაზე მიწებით იყო გადახურული და ესეც ეგრეა. რეალურად ეს მიწით არის გადახურული და მარტო აი აქედან შემოდის განათება. ეს იყო საათის ფუნქციასაც ასრულებდა რა, გარდა იმისა რომ ანათებს. ეზნე როგორი საათი იყო ამ ზის ხილით. ანუ ეს სადაც იყო მაგის მიხედვით. და ეს მხარე იყო მზიანი მხარე და ამიტომ ეწოდებოდა ამ სოფელს თავიდან მზიანეთი. მზიანეთი ერქვა ამ სოფელს? და მე დაერქვა ჭობარეთი. მე თვითონ ჩამოვიდნენ ბარში. ამის მე დაერქვა ჭობარეთი. ანუ ეს არის მეგობრებო აპოხტის ხინკალი. მესხეთშია ხო? კი. მარტო. თუშეთშიც მოვახვიე ხინკალი, ხევსურეთშიც მოვახვიე. მესხეთში რატომაც არა? ეხა მესხეთში. ესე. ასე. და აი აქ პატარა ის დაუტოვე. ანუ ამ ხორცით კეთდება ეხა ეს ხინკალი. ეს იჭმევად გასინჯე. რისი ხორცია? საქონის. ლორივით არის. ვანგემრილია. აპოხტის ხინკალი დავაგემოვნოთ მეგობრებო, მე გასინჯული მაქვს, მაგრამ აქ დარწმუნებული ვარ, უფრო გემრიელი იქნება. ვანგემრილია. კაია. აპოხტის ხინკლის გარდა შევეცადე ხაჭაპურის მომზადებაშიც მიმიღო მონაწილეობა. თუმცა ამ საქმეში არც თუ ისე ნიჭიერი აღმოჩნდი. რა ჩემი არ არის. ჩემი ესე ვიდეოები გადავიღო. ამიტომ ნათიას დაუთმე ისევ ასპარეზი, რომელიც თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალია. ცომი გადაიქცა გადასაფარებლად. ჩვენ ფუნას ჭირდება 4 საათი გაცხელება და ცხელდება 300 გრადუსზე მეტად. ამიტომ პირველ რიგში უნდა გამოვაცხოთ უშოთი პურები
რომელსაც ჭირდება 5-დან 10 წუთამდე გამოცხობის პროცესი, მე ვაცხობთ ხაჭაპურებს და მე ქადებს. ანუ 4 საათის ადრე იწყება დანთება, ხო? ანუ როგორც ადრე კეთდებოდა, ზუსტად ისე კეთდება ყველაფერი. მე ბავშვობაში მხატვარი ვიყავი. მე კიდევ ის რა ქვია. და ფუნჯები მეგობრობდით. არ ყოფილხარ კაი მხატვარი. ახლა არ გაყევი მაგ საქმიანო. საბოლოოდ შევეცადეს სხვა თუ ვერაფერი პურის სხობაში მაინც მიმეღო მონაწილეობა. პრობლემური პური. და როგორ გამოიყურება ჩემი გამომთხვარი. ტენილი ყველი, დავტენოთ. კარგია. დანგმირია. ტენილი ყველი ქართული სამზარეულოს უნიკალური მარგალიტია. ის პირველად სამცხე ჯავახეთში დამზადდა და საუკუნეების განმავლობაში იქცა ადგილობრივი სტუმართმოყვარეობის სიმბოლოდ. სტუმარი რო ესტუმრებოდა მესხეთში ოჯახს, მეზობელი ეკითხებოდა: "შენ ტენილი ყველი გაჭამეს?" და რომ ეთქვა რომ არა, ესე იგი საინტერესო სტუმარი არ ყოფილა. ლათანაც არ გადაყუნე. ხო. გრძელი თხელი ძაფების მსგავსად დახვეული ყველი არა მხოლოდ გემოთი გამოირჩევა, არამედ მისი დამზადების წესიც განსაკუთრებულია. ჩვენი წინაპარი აკეთებდა იმისთვის, რომ თავი გადაერჩინათ. შემოსევების დროს რო იხიზნებოდნენ ტყეში, დარნებში რო ჩადიოდნენ, ეს ყველი ჩაჰქონდათ და არ ფუჭდებოდა. თუ დაუსველდებოდათ, გაფენდნენ და პირველ სახეს ბრუნებდა ისევ. მერე რო ძალიან ბევრი დაუგროვდა და ომიც აღარ იყო, შეჩერდა. ამის მერე წაუსვეს ნაღები და ვერ შეინახეს. ეს ყველი და ჩატენეს მერე ქოთანში. ქოთანს მოაფარეს ზევიდან ნაჭერი და დაამხეს ნაცარზე. და შეინახეს +5-დან 7 გრადუსამდე და შეინახა 1 წელი. ამის მერე დაერქვა ამას ტენილი ყველი. ჩვენი ყველი უკვე დამთავრდა. ნახე. როგორ დაიშალა მაკარონივით. ეს არის დასრულებული, ხო? ხო. აი, ესეთი გამოვიდა მეგობრებო ჩვენი ტენილი ყველი. ნახე. ძაფივით როა. ნათია, უთხარით ჩემს გამოწერებს რა არხი გამოიწერო. ზოგი არ იწერს. გამოიწერეთ ჩვენი არხი. აბა ეს პატარა გული თქვენ გამომწერეთ. ამასობაში ახალციხიდან ბაკურიანში გადმოვინაცვლეთ, სადაც ჩვენი მასპინძელია სასტუმრო ბაკურიანი ინ. ჩვენი აქ ყოფნა შემთხვევითი არ არის, რადგან ტაბაწყურის ტბის მონახულება გვაქვს გეგმაში. ეს სასტუმრო აორგანიზებს ტურებს ტაბაწყურის ტბისკენ, რომლითაც ჩვენ ხა ვისარგებლებთ და გავივლით ტყით მოკლედ მივალთ ტაბაწყურის ტბამდე და განახებ გზაში ძალიან ლამაზ ადგილებს. დავით. მოკლედ ესეთი ამბავია მეგობრებო. სასტუმრო ბაკურიანი აორგანიზებს მსგავს ტურებს. შეგიძლიათ ბაგებით ან ჯიპებით წახვიდეთ ტაბაწყურზე და ზამთარში შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ ბურანებით. ამ ყველაფერს დაგიგეგმავთ მოკლედ უშუალოდ სასტუმრო. გზაზე ცოტა მტვერია, ამიტომ შეიძლება ოდნავ გაიმტეროთ, ესეც გაითვალისწინეთ. საოცარი ხედების ფონზე იმგზავრებთ, აი ნახეთ. ზღაპრული ხედები იშლება აი ამ გზიდან. ბაკურიანიდან დაახლოებით საათნახევარი ვიარეთ და ულამაზეს ტაბაწყურის ტბას მოვადგით. ეს სოფელი განთქმულია მოკლედ აი ესეთი ბუდეებით ბოძებზე და ზედ როგორც ხედავთ წერო იწონებს თავს. თან ანუ ერთი კი არ არის, ძალიან ბევრია რა. მოკლედ იქეთ ორის ხედან ბუდეში, იქეთ კიდე არიან, იქეთ სამნის ხედან ერთ ბუდეში და აგერ ერთი ცალი ჩვენი ძმა განმარტოვებით. აუ რა ლამაზები არიან ბიჭო. ფოტოგრაფებისთვის არის იდეალური სოფელი მართლა. სახლების რაღაცნაირია ისეთი სოფლური, მერე იქ ტრაქტორია მიგდებული, იქით სარეცხია გაფენილი, თივის ვინები, იქ რაღაცა ძაღლი გამორბის. ანუ ძალიან
ისეთია რა, ხელოვანი ადამიანი ბევრ კარგ კადრს დაიჭერს აქ. ამ სოფელში ზოგადად შეშის საკმაოდ დიდი პრობლემაა და აქ იცის ძალიან ცივი ზამთარი, ამიტომ ნაკელს იყენებენ შეშის ნაცვლად. აი ხა ეს გამოლაგებულია, ახმობენ და მერე ზამთარში როგორც შეშა ისე გამოიყენებენ, დაწვავენ ამას და გაწვდიან. ერთ-ერთი ალბათ ყველაზე სანახაობრივი სოფელია დაბაწყური, რაც კი მინახავს და აი ყველანაირი ბუნებრივი პირობა აქვს იმისთვის, რომ აქ იყოს ბევრი მნახველი. წეგან ბიჭები ლაპარაკობდით, აი წარმოიდგინეთ ეს ადგილი რო შვეიცარიაში იყოს, რად გადააქცევდნენ აქაურობას და როგორი ზღაპრული იქნებოდა ეს სოფელი. ეს კუნძულივით შეჭრილი როა და ზედ სახლები ხო ძალიან სანახაობრივია. მერე ამის იქით წარმოიდგინეთ, ჩამქრალი ვულკანი მოჩანს და ნუ გარემო არის ზღაპრული რა. გული მწყდება, რომ ისეთი ინფრასტრუქტურა არის ამ სოფელში, რაც უნდა იყოს და რასაც იმსახურებს ეს ადგილი. სოფელს ცოტა გამოვთდით და მოვედით აი ამ კოტეჯთან, უზარმაზარ კოტეჯთან, რომელიც არის პირდაპირ დაბაწყურის ტბასთან. კოტეჯს იდეალური ადგილმდებარეობა აქვს და ყველანაირი კომფორტია აქ შექმნილი იმისთვის, რომ საუკეთესო დრო გაატაროს დამსვენებელმა. აქვე ტბასთან მეგობრებო არის ნავი, რომლითაც შეგიძლიათ გაისეირნოთ დაბაწყურის ტბაზე და დაათვალიეროთ სოფელი უშუალოდ ტბიდან და მიმდებარე ტერიტორია. ამ საოცარ მხარეში მოგზაურობა აქ დავასრულეთ, თუმცა საქართველოს გარშემო მოგზაურობა კვლავ გრძელდება და წინ კიდევ ბევრი გვაქვს აღმოსაჩენი. ასე რომ დაელოდეთ შემდგომ კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოებს. დროებით. რაც შეეხება TikTok ედიტების გამარჯვებულებს, წინა ვიდეოზე უნდა გაეკეთებინა TikTok ედიტები, ძალიან ბევრი გაკეთა, მილიონობით ნახვები დაგროვდა ჯამში და ეხა გეტყვით გამარჯვებულებს. ყველაზე მეტი ლაიქი დააგროვა წილოსანის ვიდეო, შეგრძნება თითქოს ხელში გიჭირავს, რომელმაც მოაგროვა 41500 ლაიქი და მას გადაეცემა 1000 ლარი. ეხა ჩემი რჩეული. ჩემი პირველი რჩეული, ნუ ერთი რჩეული უნდა გამომევლინა იდეაში, მაგრამ ორს გამოვავლენ რიგი მიზეზების გამო. პირველი, რა თქმა უნდა, გახდა ეს ადამიანი ლაშა, რომელმაც ძალიან ორიგინალური ვიდეო გააკეთა. ფაქტობრივად სიმღერა დაგვიწერა და ხო უფლება არ მქონდა, რომ ეს არ გამხდარიყო ჩვენი რჩეული. ძალიან მაგარი ვიდეო. ეხლა რაც შეეხება მეორე რჩეულს და რატო გავაკეთე ეს? მეორე რჩეული გახლავთ მიშო, რომელიც მეორე ადგილზეა ლაიქებით და გარდა ამისა ძალიან ბევრი ვიდეო აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩემი ვიდეოებით რა. და მინდა რომ დაუფასო ეს. თან ამ ვიდეოზე ძალიან ორიგინალური და სასაცილო ვიდეო გააკეთა, ლაიქები ძალიან ბევრი დააგროვა, ნახვები ძალიან ბევრი დააგროვა. ამიტომ იმსახურებს ეს ადამიანი იყოს ჩემი რჩეული და 500 ლარი გადაეცემა მიშოს. მოკლედ ამ სამ TikToker-მა უნდა მომწეროთ ჩემს TikTok-ზე თქვენი პეიჯებიდან, რომლითაც გაიმარჯვეთ და რა თქმა უნდა ჩაგირიცხავთ თქვენს კუთვნილ თანხებს. და ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პატარა დრო მაინც დახარჯა და ედიტი გააკეთა ჩემს ვიდეოზე. უღრმესი მადლობა, თითქმის ყველა ვიდეო ვნახე, ვცდილობდი რომ ყველა დამელაიქებინა. და მოკლედ მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. აბა დროებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.